უპირველეს ყოვლისა ჩემი სოლიდარობა ქართული ოცნების რეჟიმის ყველა ტყვეს, ყველა რეპრესირებულს, მათ შორის იმათაც, ვინც შესაძლოა არ არის საპატიმროში, მაგრამ არის შეურაცხყოფილი, შელახული, ღირსება აყრილი, დაჩაგრული, რეპრესირებული და მოგიდებლად იმისა ისინიც არიან ახლა სახლებში, ქუჩაში თუ საპატიმროში. ამ სიტყვების წარმოთქმა კიდევ ერთხელ მე მიბიძგა ამბავმა, რომელიც გადახდა ელენე ხოშტარიას საბჭოთა კავშირის ადრეულ წლებში 50-იანებშიც ალბათ 60-იანებში შესაძლოა, მაგრამ 70-იანებში უკვე ნაკლებად და 80-იანებში ნაწილობრივ ამას უკეთებდნენ საბჭოთა კავშირის მტრებს, დისიდენტებს, თავისუფლების მოყვარე ადამიანებს. აქ გულისხმობ აბსოლუტურად ძალმომრეობით გაშიშვლებას ელენე ხოშტარიასი და ასე მისი ღირსების აყრას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეჟიმი დემოკრატიულ რელსებზე არასდიდებით არ დადგება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეჟიმს გაზდის ყველაფერი, ან უნდა რომ გაუვიდეს, გაზდის კიდეც თუ გნებავთ ასე ვიტყვი, და ამ რეჟიმთან ყოველგვარი კოოპერაცია, კოლაბორაცია, შეთანხმება ამ რეჟიმთან პრაქტიკულად წარმოუდგენელია და თუ წარმოსადგენია, მაშინ უნდა მითხრას ვინმემ, თუ შეთანხმება წარმოსადგენია, როგორ უნდა დაამყარო კომუნიკაცია, ურთიერთობა, რაზე უნდა ილაპარაკო ადამიანებთან, ორ ყურა, ერთ ცხვირა, ორ თვალა, ერთ შუბლა და შუბლზე ძარღავ გაწყვეტილ ადამიანებთან, რომლებმაც ეს თუნდაც ეს ფაქტი დაუშვეს, აღარ ვლაპარაკობ არა ადამიანურ მოპყრობაზე სხვების მიმართ, იგულისხმება პატიმრები და იგულისხმება ის დროებით დაკავებულები და მერე განთავისუფლებულები, იგულისხმება მზია ამაღლობელი, იგულისხმებიან ის ბიჭები, რომლებიც არიან საპატიმროში. ამიტომ პერსონალურად ჩემი აზრი არის ამგვარი, რომ რეჟიმთან და მე ვიცი, რომ ბევრი მეთანხმება, არანაირი კომპრომისი ბიზინა ივანიშვილთან არ შეიძლება რომ შედგეს. ერთადერთი თემა არც არჩევნები არ არის და მომიტევონ პოლიტპატიმრება და არც პოლიტპატიმრების განთავისუფლება არ არის. ჩვენ ნელ-ნელა უნდა შევცვალოთ მოთხოვნა, წავიდეს, დასრულდეს ეს რეჟიმი, დასრულდეს თუ არ უნდა რომ დასრულდეს ბრუტალურად და მძიმედ და მისთვის მძიმედ პირველ ყოვლისა. ამიტომ არჩევნები ამ რეჟიმის პირობებში, არჩევნები, როდესაც ეს რეჟიმი ქართული ოცნება მიიღებს მონაწილეობას, მიიტაცებს ხელისუფლებას, ან გააყალბებს, ან ეცდება რომ გააყალბოს და დიდ ამბებს მოაწყობს, ასე მაგალითად მომავალი წლის მაისში, ან მიმდინარე წლის ოქტომბერში თუ არჩევნებს ჩანიშნავს საერთოდ, ეს აღარ არის თემა. ეს არის დასასჯელი, ქვეყნიდან გასაძევებელი, პოლიტიკური მოღვაწეობა რომ უნდა აუკრძალო, არჩევნებში მონაწილეობა რომ არ უნდა მიაღებინო იმგვარი რეპრესიული საბჭოთა რუსული მეთოდებით მოქმედი რეჟიმი. ამ რეჟიმის მამამთავარი არის ბიზინა ივანიშვილი და ბიზინა ივანიშვილთან რაღაც შეთანხმება, ხელის ჩამორთმევა შეიძლება შედგეს ერთადერთ საკითხზე. უსაფრთხოებას გაძლევთ, წადი ბრაზილიაში, მოსკოვში თუ იმის იქით და გაანებე ამ ქვეყანას თავი, ხოლო დანარჩენებს კობახიძეს, დინარაძის და ასე შემდეგ ამ უსაფრთხოების გარანტიასაც არ ვაძლევთ, თუ მაინც და მაინც შენ არ მოინდობებ მათ წაყვანას შენი კერძო თვითმფრინავით, ან არ ვიცი, იმ ბორტზე არ იქნებიან შემთხვევით აღმოჩენილები, რომლითაც გაემგზავრები მოსკოვში თუ რიო-დე-ჟანეიროში თუ ბრაზილიაში თუ სადაც გაემგზავრები, არ ვიცი ხარ რა მნიშვნელობა აქვს. ამის თქმა მინდოდა პირველ ყოვლისა 4 წუთი გავიდა ამასობაში. ამასობაში გავიდა 4 წუთი, მაგრამ ახლა საერთაშორისო პოლიტიკაზეც უნდა თქვა 2-7 სიტყვა ან 18 სიტყვა. პრეზიდენტი ტრამპი გვაოცებს რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადებით, კერძოდ. მან თქვა, რომ 3-4 განცხადება უნდა გაგახსენოთ მისი. მას არ აქვს მესამე ვადით არჩევის უფლება. ანუ 2028 წლის ნოემბერს ის კენჭს ვერ იყრის. მაგრამ ტრამპი იქნებოდა უცნაურესი განცხადება რომ არ გაეკეთებინა. კერძოდ იმხანად კიდევ უფრო ასაკში შესულს, სურს რომ იყოს ესე მიჯრით პრეზიდენტი, ანუ ჯამში გამოვიდეს 3 ვადა. და იფიქრა ტრამპმა და მოიფიქრა ამგვარი სხვა რა დავარქვა და კომბინაცია. კერძოდ მან თქვა რომ რადგან კანონმდებლობით ამის უფლება მაინც და მაინც არ აქვს,
შესაბამისად რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი უნდა იყოს JD Vance დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი. მან JD Vance-მა უნდა გაიმარჯვოს პრაიმერისში, მერე უკვე დაამარცხოს დემოკრატების კანდიდატი, ვინც იქნება ის 28 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და უნდა გავიდნენ ამგვარად Vance პრეზიდენტი, Trump ვიცე-პრეზიდენტი. ინაუგურაცია შესაბამისად შედგება Vance-ისა 29, კი არა 20, უკაცრავად 29 წლის 20 იანვარს და დაახლოებით 2 კვირაში გადადგება Vance პრეზიდენტობიდან და შესაბამისად ავტომატურად დაიკავებს პრეზიდენტის სავარძელს დღევანდელი პრეზიდენტი, მომავალი ვიცე-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმხანად კვლავ ვიმეორებ კიდევ უფრო ასაკში შესული. სიმართლე გითხრათ, ეს ისეთი კომბინაციაა, რომ რამდენადაც მე ვხვდები, ამას ვერც ვერავინ დემოკრატიის კუთხით ვერც ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება, ვერც დემოკრატები, ვერც ტრამპის კრიტიკოსი რესპუბლიკელები და ვერც ვერავინ. მე არ ვიცი რას მოიფიქრებს შეერთებული შტატების ელიტა. თუმცა ტრამპთან მიმართებაში ახლა ერთი-ორი პოზიტიური ამბავიც უნდა ვთქვა, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრამპი გვარიანად გაჯავრებულია, გაბრაზებულია, ნაწყენია, რას ცქნება ღვთის ვთქვათ. ვისზე და ვლადიმირ პუტინზე და ნაწყენი გაბრაზებული, გაჯავრებულია იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ანუ ვლადიმირ პუტინი არ წყვეტს უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას რაღაც ერთგვარი შეთანხმების თუ პირობის მიუხედავად იმ პირობისა, რომელიც მან პუტინმა მას ტრამპს მისცა. არათუ არ წყვეტს, არამედ პირიქით გაახუთმა, გამოდით ონგელოთ ესე ვიტყვი, შეტევები, მათ შორის იმ რეგიონებზე სუმი იგულისხმება და ხარკოვი, რომლებზეც რასაკვირველია ისედაც მიჰქონდა იერიშები რუსეთის ფედერაციას, მაგრამ რატომ აკეთებს ამას, ახლა უნდა დავსვათ ეს კითხვა, რატომ აკეთებს და როდესაც ცეცხლის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მართლა დადგება, ოღონდ არ დადგება, როცა რუსეთი იტყვის, რომ აი მე თანახმავარ ჯანდაბას ჩემი თავი ცეცხლის შეწყვეტაზეო, ცეცხლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ და არა ომის სტროებით ან მით უფრო სულ გაჩერება დასრულებაზე, მეტი და მეტი ტერიტორია კონდეს მიტაცებული, განადგურებული პუტინს რუსეთის ფედერაციას და მე შესაძლოა თქვას, რომ იცით რამე 5 რეგიონი კი არ მინდა უკრაინისაო, რასაც ამბობს კიდეც, ისედაც ამბობს, ხო, ამ 5 რეგიონზე და აღარ ჩამოვასახელებ, ან ჩამოვასახელებ ერთ წუთში, არამედ კიდევ 2 ტერიტორია მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ის 2 არც შემიყვანია ჩემს ფედერაციის ნაწილებად არც მიცვნიაო. ესე იგი პირველი 5 მაინც დავასახელოთ, ეს არის ყირიმი 2014 წლიდან ოკუპირებული. ეს არის დონეცკი და ლუჰანსკი, რომელსაც ბოლომდე ვერ აკონტროლებს რუსეთი, მაგრამ იქ მნიშვნელოვანი უპირატესობა, ტერიტორიული უპირატესობა რასაკვირველია აქვს. სამაგეო ტერიტორიული უპირატესობა არა აქვს ხსენებულ უკვე ხერსონში, კი არა სახსენებელ ხერსონში და მე ვისაუბრებ ხერსონზე სხვა კუთხით და ზაპოროჟიეში და აი ამ 2 რეგიონის გარდა კიდევ 2 სუმზეც უნდა პრეტენზიის გააცხადება ხარკოვზეც, ვინიცის დნეპროპეტროვსკზეც და ასე შემდეგ. პუტინმა სხვა შორის ერთი უცნაურესი რამ თქვა. ალბათ ამერიკელები თუ დასთანხმდებიან ამ ყველაფერს, ალბათ ძალიან ცუდი უკრაინის, ალბათ კი არა ნამდვილად ძალიან ცუდი უკრაინისათვის. კერძოდ თქვა, რომ დროებითი მთავრობა უნდა დაინიშნოს უკრაინაშიო და მან უნდა მოამზადოს ამ დროებითი მთავრობამ არჩევნებისთვის ეს ქვეყანაო. ანუ ზელენსკი აპრიორი უნდა წავიდესო. ეს ნიშნავს ზელენსკის როგორც მთავარ სარდლის, როგორც გვირი პრეზიდენტის, საკრიტიკო პრეზიდენტის ბევრი საზრით და ასე, მაგრამ დროებითი მთავრობა უნდა იყოს კონსენსუსური ყველას შეთანხმებით, ანუ პუტინის, ტრამპის და ასე შემდეგ უნდა თანხმდებოდნენ ერთ საერთო კანდიდატზე, რომელიც რასაკვირველი არ იქნება და ვერ იქნება ზელენსკი. აქედან გამომდინარე, ესენი ამბობენ, ანუ რუსები ამბობს, რომ დროებით მთავრობა დაინიშნება და ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინული ფრონტი პრაქტიკულად მთელ პერიმეტრზე 1400, 1500, 2000 კილომეტრია ჩამოიშლება. ეს სამხედროები თავს მიანებებენ, უმრავლესობა რასაკვირველია, მიანებებენ წინააღმდეგობის გაწევას და ამის შემდეგ უკვე მართლა რაღაც ბევრი უკრაინელი წავა და ემატება იმ უკვე არსებულ ემიგრაციას, რომელმაც დატოვა ქვეყნის საზღვრები, გადავა ევროპაში თუ შეერთებულ შტატებში, ნუ ევროპაში უმრავლეს შემთხვევაში რასაკვირველია და ფრონტის ხაზის ჩამოშლის შემთხვევაში დარჩება 20, 22, 24 მილიონი უკრაინელი, რომელთა
ესე უნდა თქვა, ასაკში შესულები, ბაბუშკები, ბავშვები, ქალები, ან რომელთა რეზილიენსობა თუ რეზისტენტობა არის კატასტროფულ მდგომარეობაში იქნება და შემგუებლები იქნებიან და მე უკვე ახალი იანუკოვიჩის თუ მედვედჩუკის თუ სხვების თუ თავად იანუკოვიჩის მოყვანას დაბრუნებას რა წინააღმდეგობა შეხვდება, ძალიან იოლი იქნება. მე მგონია რომ რუსებს ეს არ გაუვათ, მე მგონია რომ შეერთებული შტატებიდან ეს თანხმობა არ ექნებათ, მაგრამ მაინც. ხა საქართველოს ამბებს მიუბრუნდებოდი სიმართლე გითხრათ, მაგრამ ამბები სხვანაირადაც ვითარდება შეხსენებულმა შეერთებულმა შტატებმა ტრამპის ადმინისტრაციამ თავარ კი არა ერთადერთ მეტოქეთ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარ უსაფრთხოების კონცეფციაში განსაზღვრა კი არა მოიფიქრა და თქვა რომ საგარეო სტრატეგიაში უფრო ზუსტი რომ იყო რომ მთავარი და ერთადერთი მტერი არის ჩინეთი. ეს ცუდი კარგი ამბავია იმ თვალსაზრისით რომ ტაივანს თითქოს იცავს და დაიცავს და იქცნობები გრძელდება იმის თაობაზე რომ ტაივანმა უნდა გაზარდოს საკუთარი შეერაღებული ძალები და ოდენობა და ამერიკა დაეხმარება და 10%-მდე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში უნდა გაზარდოს საკუთარი თავდაცვის ხარჯები, მაგრამ ცუდი ამბებია და კარგია რომ ტაივანის ოკუპაციის შესაძლებლობას არ მისცემს ალბათ შეერთებული შტატები ჩინეთს, მაგრამ ცუდი არის რომ პრაქტიკულად ყველა სხვა საფრთხე არსებული გლობალური საფრთხე მსოფლიოსთვის არსებული ეს არის ჩინეთის გარდა რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი განსაკუთრებით, აი ეს სამი ქვეყანა საფრთხეებიდან ხო ამოიღო პრაქტიკულად შეერთებულმა შტატებმა და პენტაგონის უფროსმაც, რომელსაც სხვათა შორის, ანუ თავდაცვის მდივანმა, რომელსაც სხვათა შორის ერთი სკანდალი გაუხეთქეს თუ ერთი სკანდალი აუგორდა, გაგიკვირდებათ და აი საოცარ რაღაცებს მოისმენ ხოლმე მას თურმე მეილი ან ელექტრონული პოსტა, რომელიც ყველას ან უმრავლესობა ჩვენგანს აქვს Google-ზე უმცირესობას Yahoo-ზე ასე მაგალითად და უმცირესობას ზარქუას თქვა Mail.ru-ზე ან რა ვიცი კიდე მდინარაძეს Love Mail.ru-ზე ხო? ხო? ისა ამ თავდაცვის მდივანსაც გონია ეს საკუთარი ელექტრონული მისამართი პოსტა იმაზე Mail.ru-ზე, ნუ კაცუდი ამბავი კი არა, საოცარი ამბავია ხო? ეხლა ჩინეთთან მიმართებაში გასაგებია, მაგრამ ესეა. მართლა ასე აპირებს, ხო საგარეო სტრატეგია, ახალი დოკუმენტი გამოქვეყნდება, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა ეს დაუჯერებელიც არის. კერძოდ რატოა დაუჯერებელი? შეერთებული შტატები სულ უფრო ხშირად ემუქრება ვის და თეირანს. აი, თლად მეზობელი რო არ არის ჩვენი, მაგრამ არც თუ შორს რო არ არის ჩვენგან, იმ თეირანს, სხვათა შორის თეირანის მიმართ, ანუ ირანის მიმართ განხორციელებულ მუქარებთან მიმართებაში საქართველოს, ან ამ პროცესთან მიმართებაში საქართველოს ერთგვარი არაა გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთგვარი პარტნიორის შესრულების მისიაც შეიძლება დაეკისროს შეერთებული შტატებისა, მაგრამ არა ივანიშვილის ხელში, ივანიშვილი რასაკვირველი არსით რუსი კონცეფციით, რუსი პოლიტიკით, რუსი და ასე შემდეგ არის. ხო და ირანს ემუქრება მეთქი და ამბობს შეერთებული შტატები პრეზიდენტ ტრამპის დონეზე, რომ დაუბომბავს განსაკუთრებით ჩრდილოეთ ირანზეა საუბარი ყველა იმ სტრატეგიულ ობიექტს, რომლებიც მუშაობს ბირთვულ პროგრამაზე და ბირთვული ბომბის შექმნაზე, ბირთვული იარაღის შექმნაზე და აი თეირანმა გასცა პასუხი. აი ძალიან საინტერესო ამბავია. თეირანმა გასცა პასუხი, რომ მე არ მეშინიაო ამ ყველაფრისო და არა თუ არ მეშინიაო, მე თვითონ დაგეტაკები, ანუ დაგიბომბავ იმ ბაზებს, რომლებიც საიდანაც იქნება მოტანილი შეტევა ირანზეო. ნუ ეს ხა თეირანი ბაქიბუქებს გასაგებია, მაგრამ ამბავი არის ის რომ თეირანის ბაქიბუქობა შესაძლოა იყოს რაღაც გარკვეულ სიმართლესთან კავშირში, მაგრამ აქ კიდე სხვა რამეა მნიშვნელოვანი. თეირანის პასუხში ხსენებული არის გაგიკვირდებათ და თურქეთი, კერძოდ ხო, თურქეთი, სადაც არის შეერთებული შტატების ინჯერლიკის სამხედრო ბაზა. თეირანი ამბობს რომ ანკარას ემუქრება, რომ თუ თეორიულად აფრინდებიან თვითმფრინავები ინჯერლიკის ამერიკული სამხედრო ბაზიდან,
ამერიკელები გასაგებია, მაგრამ თურქეთის წინააღმდეგაც ექნება პრეტენზიები და ამბიციები და პრეტენზიები თეირანს. ეხლა ეს რატო არის საინტერესო ხაშურის ჩვენთან იმართებაში 3+3-ის ფორმატში გვეკაჩებიან ჩვენ, სადაც თეირანი, ანუ ირანი და თურქეთი არიან, მაგრამ ეს ორი სახელმწიფო ამასობაში ისე შეიძლება წაეკიდოს ერთმანეთს, თურქეთი როგორც შეერთებული შტატების პარტნიორი და ირანი როგორც შეერთებული შტატების მტერი, ხო? ისე შეიძლება რომ 3+3 კი არა რეგიონში დამატებით აირიოს ვითარება. ერდოღანი სხვათა შორის ამასობაში კიდევ უფრო ამძაფრებს ვითარებას. ერთის მხრივ ხო ევროპას ეუბნება რომ და ესეც არის რომ ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია თურქეთის გაწვრთნილი, ომგამოვლილი და გამოცდილი შეერაღებული ძალების გარეშე და ასეც არის, მაგრამ მეორეს მხრივ ეს თურქეთი, რომელიც შეერთებული შტატების ერთგვარი პარტნიორი არის, მაინც რეგიონში სულ მინიმუმ, იმიტომ რომ ინჯერლიკის ბაზა არის თურქეთში და კიდევ არის ბაზა, ამავდროულად შეერთებული შტატების პარტნიორ ისრაელს ემუქრება ასე. დაეჩემმა ალახმა ამბობს ერდოღანი, გაანადგუროს და დაანგრიოს სიონისტური ისრაელი. მოკლედ რეგიონში ისეთი ამბები შეიძლება მოხდეს და იმგვარი турბულენცია, რომ საბოლოო ჯამში ღმერთმა უწყის როდის დალაგდება და როგორ გადალაგდება ეს ყველაფერი. აი ამ პროცესში ბიზინა ივანიშვილის ბალახზიძე დაბლა და წყალზე უჩუმრად ქმედება დამღუპველია საქართველოსთვის, იმიტომ რომ აი ამ რეგიონალური ამ მსოფლიო მოთამაშეებისთვის საქართველო არის იქცევა უკვე არის და იქცევა ტერიტორიად, რომლის ხელისუფლებას არც არაფერს არ კითხავენ, ისე გაატარებენ და გამოატარებენ იარაღსასე მაგალითად. და ასე შემდეგ და ვინა უდგება ამას წინ. ისა რაგვარია ის გომელაური ან სხვა რომელიმე ძალოვანი მინისტრი. ხო, ეხლა რატომ ყვები ამ ყველაფერს და ეს რატომ არის საქართველოსთან იმართებაში 3+3-თან დაკავშირებით გითხარით და საქართველოს ეს უჩუმარი პოლიტიკა დესუვერენიზაციას განაპირობებს, იმიტომ რომ სუსტს ყოველთვის ესხმის თავს მტაცებელი მხეცი. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარი ან ერთადერთი მხეცი არის სწორედაც რომ რუსეთი, რომელსაც პარტიულად კი არ ეგულება ეხლა ეს ივანიშვილი, არა, უკვე პარტიოდაც აღარ ეგულება, ტერიტორიის ბატონად ეგულება და ხელის ბიჭადაც, რომელსაც როცა მოუნდება, ეტყვის რომ ეხლა ჩვენ დავამთავრეთ ეხლა ურთიერთობა და შენი ქვეყანა ჩვენთვის ტერიტორიაა და ხოლო პუტინმა, ისე უკაცრავად ტრამპმა აკიგითხარით, რომ ტრამპი გააჩგჯავრებულია პუტინზე, ტრამპმა თქვა, რომ ის ძალიან გაბრაზებულია, რომ ძალიან ამავდროულად აღნიშნა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ პუტინთან და გაბრაზება სწრაფად გაქრება მაშინ, თუ სწორად მოიქცევა პრეზიდენტი პუტინი, სწორად მოიქცევა თუ არა, რასაკვირველია, არ მოიქცევა, ამიტომ ნელ-ნელა იმსხვრევა ეს 2 დღიანი, 3 დღიანი, 2 დღის, 3 დღის, 5 დღის, 1 თვის, 100 დღის და ასე შემდეგ თაობაზე დაპირება ტრამპის ან მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა, რომ ასე მაგალითად 100 დღეში, მით უფრო 2 დღეში, 5 დღეში, 8 დღეში მოამთავრებენ კონფლიქტს უკრაინაში. რუსეთი არ არის თავად თანახმა ამ კონფლიქტის მოთავებაზე. სხვადასხვა ეს უთხრა ტრამპს შეერთებულ შტატებში ჩასულმა ფინეთის ლიდერმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კაცი, რომელმაც საშვი ძალიან კარგად თამაშობს გოლფს და გოლფის სათამაშოდ წაიყვანა ტრამპმა პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და თუ რამ შეუთანხმებლობა იყო ფინეთის, რომელიც ნატოს წევრია და შეერთებული შტატების პრეზიდენტების პოზიციებს შორის იყო სწორედ ეს, რომ სტუბი უმტკიცებდა ტრამპს გოლფის თამაშისას, რომ რუსეთი მტერია. ბალტიელები სხვათა შორის ამასობაში ძალიან გააქტიურებულნი იყვნენ, იმიტომ რომ კარგად გრძნობენ საფრთხეებს და ბალტიელები ამბობენ, რომ თუ უკრაინაში ომი შესწყდება ამ პირობებით რუსეთის დაუმარცხებლად, ხო? უკვე შემდგომ რუსეთი შეტევაზე გადავა პირველ ყოვლისა დანარჩენი უკრაინის და მერე უკვე ბალტიელების წინააღმდეგ. ევროპა ამასობაში ამბობს, რომ მე დავიცავ უკრაინელებს სხვა წინადადებები უკრაინასო, უკრაინელებს სხვა წინადადებიც აქვთ
საკმაოდ მაღალ დონეზე, კერძოდ სთავაზობენ, რომ ერთობლივი პროექტი შეიქმნას იმასთან დაკავშირებით, რომ სულაც არ შევიდეს, ანუ ევროპული ჯარი და 9 მილიონიანი უკრაინული არმია 9 მილიონისა გაწვრთნას და აღჭურვოს უკრაინამ და მეორე 9 გაწვრთნას და აღჭურვოს ევროპამ. მე ვერ გეტყვით ახლა ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებში ამას განიხილავენ თუ არა, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო იდეაა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრად უკეთესია ჩემი აზრითაც, ვიდრე 30-40,000 კაცის ისიც სათუოა შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების სახით, მით უფრო რუსეთი ამ მდგრადობა სამშვიდობო ეგრეთ წოდებული ფრანგულ, გერმანულ, ბრიტანულ, იტალიურ, შესაძლოა პოლონური ჯარის აუცილებლად გამოსცდის და თუ ეს საერთოდ მოხდა, თუ ეს საერთოდ შედგა, ამიტომ უკრაინელების უფრო იაფით ჯდება სხვათა შორის უკრაინელების 250 კაციანი კონტინგენტის გაწვრთნა და შეყვანა, ამის ავტორი არის ბატალიონ აზოვის ლიდერი და სხვათა შორის იგივეს ამბობს, აი აზოვის ლიდერი კი არის, მაგრამ იგივეს ამბობს რადოსლავ სიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ის ამბობს, რომ უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის ძლიერი მამაცი და კარგად აღჭურვული უკრაინული, ანუ ევროპულ არმიაზე ის არ ამახვილებს ყურადღებას, მით უფრო რომ ევროპაში სრული კონსენსუსი არ არის. ეხლა კიდევ ისიც თქმა მინდა, ჩვენ სულ ვაკრიტიკებთ და სამართლიანადაც შვებით პრეზიდენტ ტრამპს, იმიტომ რომ მისი ამბივალენტური პოლიტიკა გუშინ არ მოსწონდა კანადა, დღეს მოსწონს, მასზე არ მოეწონება და ასე ერთი გრენლანდიასთან დაკავშირებით არის ჩამოყალიბებული მგონი და მართლა აპირებს ოკუპაციას, მეთქი ასე დანიელები გაგიჟდებიან, მაგრამ მაინც და კიდე რაღაც ჩინეთთან დაკავშირებითაც ყალიბდება, თუმცა ხანდახან გაუგორებს ხოლმე ამ სის და ხანდახან ისეთ რაღაცას იტყვის, რომ სის პეკინში ზახტოვანებული არ დაბნეულია ტრამპის პოლიტიკით. მოკლედ, მაგრამ ვაკრიტიკებთ ამ ტრამპს, მაგრამ სულ გავიწყდება ხოლმე 46-ე პრეზიდენტი საკრიტიკოა და ანუ პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და გეტყვით რატომაც. ეხლა მე გავცელდა ქსელში და მეც გავიმეორებ. ნიუ-იორკ ტაიმსმა გამოაქვეყნა ამგვარი სტატია, ამგვარი შინაარსის სტატია, სადაც თურმე 14 აპრილს 2022 წელს მოხდა კრეისერ მოსკვას ჩაძირვა და ესე წარმოიდგინეთ ამ ხელა ამბავია, ხო ფლაგმანია შავი ზღვისა და ვაშინგტონში თურმე ამას აღფრთოვანებით კი არ შეხვედრიან. ანუ ბაიდენის ადმინისტრაციაში. უთქვამთ, რომ ესო რა გააკეთეთო, რა ხდებაო, როგორ არ შეგვითანხმეთ. უკრაინელებმა არ შეუთანხმეს ეს მათ შორის, იმიტომ რომ შესანიშნავად იცოდნენ, რომ არ იქნებოდა ნებართვა ვაშინგტონიდან ამ ამბავზე და ვაშინგტონი ამ გადაწყვეტილებას დაბლოკავდა და არც ამერიკული არც კონდათ იმ ხანად, მაგრამ საკუთარი იარაღი ნეპტუნი გამოიყენეს კრეისერ მოსკვას ჩასაზირად და ხომალ საწინააღმდეგო რაკეტა წარმატებით მოარტყეს და 14 აპრილს ისიც თქვენ რომ ეს ამბავი მოხდა და მოსკვა ჩაიზირა და მოსკვა აღარ არსებობს კრეისერს გულის ამ შემთხვევაში და მოსკვა ქალაქი მოსკვას რომ ჩაიზირება თუ დაინგრევა ადრე თუ გვიან ესეც არ არის რთულად საპროგნოზო და ხო აი ბაიდენი რატოა საკრიტიკო? იმიტომ რომ ბაიდენი ამგვარი აი გადაუწყვეტელი პოლიტიკოსი იყო. სხვა შორის ეს ეხება სხვა შემთხვევასაც იგივე გაზეთი ნიუ-იორკ ტაიმსი აქვეყნებს ხერსონის ოპერაციის თაობაზე ცნობა ინფორმაციას და შეერთებულ შტატებში თურმე ძალიან უფრთხოდნენ ხერსონის უკრაინული ოპერაციის გამო ბირთვული რუსეთის მხრიდან ბირთვულ პასუხს და ეს ცნობები იმის თაობაზე რომ რუსეთი აუცილებლად ბირთვულ ბომბს გამოიყენებს უკრაინაში და მიაწოდა შეერთებულ შტატებს რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა სუროვიკინმა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ხო გენერალური შტაბის უფროსია მე სულ არ შემეშალოს სუროვიკინმა და ხო გენერალმა სუროვიკინმა ფედერალური ძალების გენერალმა სუროვიკინმა ხო და ის ამბობდა თურმე ამგვარ სიგნალს უგზავნიდა ვაშინგტონს რომ რუსეთი ანუ პუტინი მზად არ იცო ბირთვული ბომბიც კი გამოიყენოს და ეხლა ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს რომ მიუხედავად იმისა რომ თამასა ბირთვული ბომბის გამოყენებისა მნიშვნელოვნად აწია რუსეთმა და აწია ჯერ კიდევ როდის მაგრამ ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უკრაინის ომს გულისხმობ რუსეთი ამაზე წამსვლელი არ იყო და აი სწორედ იმის გამო რომ ასე იმუქრებოდა სუროვიკინი თუ პუტინი სწორედ ამ დროს
შეერთებულ შტატებს კი უნდა დაემუხრუჭებინათ, არამედ მეტი და მეტი იარაღი უნდა მიეცათ, რომ უკრაინა შეტევაზე გადასულიყო. ეს 22-23 და პრინციპში 24 წელსაც ნოემბრამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა არ გააკეთა და კი ვაკრიტიკებთ პრეზიდენტ ტრამპს, რა საკვირველია საკრიტიკოს უკრაინასთან იმართებაში და მისი ამბივალენტური განცხადებების გამო, ხან მოსწონს გრენლანდია, ხან მოსწონს კანადა, ხან მოსწონს უკრაინა, ხან არ მოსწონს, ხან აკრიტიკებს ამ კანადის ლიდერს, ხან აკრიტიკებს პრეზიდენტ ზელენსკის, ხან მოკლედ ვერ გაიგებ რა უნდა და სხვა გვარად ქმედებს, მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენიც რომ საკრიტიკოა, ესეც არ უნდა გამოგჩეს ხოლმე. დიახ, ბაიდენმა გადაარჩინა, მადლობა, უკრაინა სრული დამარცხებისაგან იხსნა, მაგრამ უკრაინას შეეძლო და ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი ამას ამბობს, ტრამპისტი თუ არა ტრამპისტი, ბაიდენისტი თუ არა, მოკლედ ობიექტური პირი ამბობს, რომ უკრაინას შეეძლო რუსეთის დამარცხება, განსაკუთრებით 23 წელს, მოდი ასე თქვათ. ეხლა რა საქართველოს როგორღაც ხონდა გავრიოთ საქართველოს ამ ამბავში. საქართველოს თავისი დე-ფაქტო ხელისუფლება უფრო ზუსტი რო ვიყო, თავისი აი ამ უჩუმარი პოლიტიკის გამო საქართველოს აკი გითხარით კიდეც აქცევს ტერიტორიად, რომელიც ძალიან იოლი იქნება, იოლი ნადავლი იქნება რუსეთის ფედერაციისთვის და მრავალი თვალსაჩინო არა მხოლოდ ოკუპაციის თვალსაჩინო, არამედ თქვათ იმ პერიოდისთვის რუსეთს ძალიან გაუჭირდება სატრანზიტო დერებს ხوارელად ისედაც იყენებს და ეხლა მომავალში ხომით უფრო გამოიყენებს. ეხლა თუ ესე გაგრძელდა ამასობაში, ანუ ჩვენ თუ არ გამოვედით, არ გავაპროტესტეთ და არა მარტო გავაპროტესტეთ, ეს არის ვაპროტესტებთ უკვე მეოთხე თვეა თუ მეხუთე თვეა ხო? არამედ უნდა ვიდგეთ მუდმივად რუსთაველის გამზირზე, ანუ არ უნდა დავიშალოთ 2 საათზე, 3 საათზე. უკვე აი ხვალიდან, ანუ 31 მარტიდან და უნდა ვიყოთ სულ და ნელ-ნელა უნდა შემოვიდნენ პოლიტიკოსები პროცესში. მე მესმის რომ არც ერთი მათგანი თქვენ არ ყველამ ბევრი მათგანი თქვენ არ მოგწონთ, მაგრამ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური მოთხოვნები უნდა რაღაცა პოლიტიკური აჯენდა უნდა შექმნან. პრეზიდენტ ზურაბიშვილის საოცნობით, კი ბატონო პრეზიდენტ ზურაბიშვილის საოცნობით რომ არ მოგწონთ იმ პოლიტიკოსებმა, კი რომ ჩაიმალნენ გარკვეულ შემთხვევებში, რომ ცდილობენ, თუმცა ესეც არ არის ახლა ბოლომდე საერთაშორისო ასპარეზზე ისინი ბევრ რამეს აკეთებენ. მოკლედ, ნებისმიერი და არა მარტო 4 პარტია, აი ეს ახალგაზრდით მინდა ვთქვა, თუ არჩენები გაყალბდა ყველასთვის. ანუ 4 პარტიამ კი არ გადალახა, არამედ შეიძლება გადალახა, რავის, იაგომაც, სულ არ მინდა რომ გადალახოს ოდესმე იაგო ხვიჩია, მაგრამ გაყალბდა ყველასთვის და შესაბამისად თუ ახალი არჩევნები ინიშნება, რა უნდა დაინიშნოს, უნდა განულდეს. ოღონდ კვლავ ვიმეორებ, ვინ უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები და აქ მიუბრუნდები ამბავს, რომელსაც დავიწყე. აი ისეთ სისასტიკეებს ჩადის უკვე ივანიშვილის რეჟიმი, ხოშტარიას кейსი გიხსენეთ, ზიამაღლობლის кейსი თქვენ იცით, განანებით ყველაფერს თავი, განანებით აი ამ შელახვებს, შეურაცხყოფებს, ადამიანის უფლებების გათელვას, რაღაცა სისასტიკეებს, რომლებსაც ჩადის ავისი ეს რეჟიმი, განანებით ყველაფერს თავი, აიღეთ ერთი кейსი ყველამ. საერთოდ ყველამ ეს არის პლაკატზე წარწერა, ანწუხელიძე უკვდავია, მე გუშინაც გავაკეთე ამაზე ვიდეო ბლოგი, გუშინწინაც თუ არ ვცდები, ანწუხელიძე უკვდავია და ამის გამო ეს რეჟიმი იჭერს გოგონას, რომელსაც ეს პლაკატი მოაქვს, ამ წარწერიანი პლაკატი მოაქვს. ეხლა მე გეკითხებით, რა უნდა ვქნათ? უნდა შეურიგდეთ და ყი შეეშალა კონკრეტულ პოლიციელს და თუ შეეშალა კონკრეტულ პოლიციელს ანუ მილიციელს დინარაძის დონეზე თუნდაც გავანებოთ დინარაძეს თუ გდებათ თავი არ ვიცი ვიღაცის დონეზე აი ზარქუას დონეზე რატო არ გაკეთდა განცხადება ამ მათგან ამ ბანდიტებისაგან რომ ხო ანწუხელიძე გმირია პოლიციელი შეცდა პოლიციელს რაღაც ადმინისტრაციული ჯარიმა თუ სასჯელი თუ რაღაც საყვედური გამოეცხადება ამის გამო და რაღაცა თუ ანწუხელიძე მათთვისაც გმირია მაგრამ ანწუხელიძე მათთვის გმირი არ არის ანწუხელიძე მათთვის არის საქართველოს მცველი და ესენი აპირებენ აი ამ რომ ტრიელში როდესაც რა არ ხდება ირანი ხდება ირანო-ამერიკის ურთიერთობა ხდება ირან-თურქეთის ურთიერთობა ხდება 3+3 ხდება თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა ხდება შეერთებული შტატებსა და ისრაელს შორის ურთიერთობა ხდება მთელი ამბავია ხუსიტები იემენი რამდენი ამბავია ხო ეხა ეს ჩვენგან არც თუ მოშორებით სამხრეთისკენ იყო სირიის ამბავი რა ხდება იქ რაღაც ასაცი ამბობს რომ იცით და მე დაუბრუნდები და
ამბებია ჩვენგან ჩრდილო-დასავლეთით ესე ვიტყვი, ნუ ჩრდილოეთით უკრაინაში ამბებია ხო წარმოუდგენელი, ვერავითარ 100 დღეში ვერ დასრულდა ეს ომი. სომხეთი ჩვენგან სამხრეთით მიემართება, მიეშურება ევროკავშირისკენ. აზერბაიჯანი ალაგებს ურთიერთობას რუსეთთანაც, მაგრამ თურქეთთან ისედაც დალაგებული ურთიერთობები აქვს და ძალიან დიდ ოსტატურ თამაშობს ალიევი, რომელსაც თავისი დღის წესრიგი აქვს და ბიზინა რას აკეთებს. აი მე გეკითხებით ყველას, ბიზინი ხა ვინმე არ მითხრას რომ მშვიდობას ინარჩუნებსო, გემუდარებით ხა ეგეთ რაღაც ხაპრები მოუყევით ერთმანეთს და ირაკლის არქუას. ხო მშვიდობას ინარჩუნებსო, მშვიდობას არც არავით გვილახავდა ჩვენ, თუ ჩვენ არ ჩვენი შეიარაღებული ძალები არ გადავიდოდნენ შეტევაზე და ის რუსეთი როგორ შემოარღვევდა ამ მშვიდობას, ესეც ღმერთმა უწყის, იმიტომ რუსეთი გვარიანად დასუსტებული იყო, პროფესიონალები ამბობენ ამას, თორე ხა დანარჩენი ხა შეგიძლიათ ეს რაღაც პოზიტივის ხაპრები ერთმანეთს მოუყვეთ და ირაკლის არქუა დაპატიჟოთ ხოლმე რაღაც სუფრასთან და იქ იმღეროს თუ იცეკოს თუ რასაც შვება ხოლმე. ეხლა ეს ყველაფერი და რას აკეთებს უკრაინაში ამბებია, ევროპა ჩადის და ელაპარაკება შეერთებულ შტატები ნატოს, კი რა ევროპას ეუბნება რომ შენ დაიცავი უკრაინა, ევროპა ეუბნება რომ ოკეი მე დავიცავ უკრაინას, შეერთებული შტატები ამბობს რომ თავარი საფრთხე არის ჩინეთი, ირანზე არ ამბობს რომ საფრთხეა, მაგრამ ირანის წინააღმდეგ ოპერაციას იწყებს. ტრამპი რომელიც ეძმაკაცებოდა და მომავალშიც დაეძმაკაცება პუტინს ამბობს რომ ეხლა გაბრაზებულია ტრამპზე, პუტინი ამბობს რომ მე შევაჩერებ, მაგრამ უკრაინელები მესხმიან თავს. დუგინი ამასობაში დამავიწყდა მე თქვა, დუგინი ამბობს რომ კიევიდან და ხარკოვიდან გაიყვანეთო მოსახლეობაო. და არეშნიკით დავარტყავთ უკრაინის ცენტრს, კიევის ცენტრსო და ნახეთ როგორ ვერც ერთი ჰაერსაწინააღმდეგო ამერიკული სისტემა ვერ იმუშავებსო. ეხლა ესე არ მოხდება, მაგრამ ამგვარი რიტორიკა არის მოსკოვიდან, თუმცა რატომაც არ მოხდება ესენი რუსები ხო ბიზინა ივანიშვილის არ იყოს ფსიხები არიან და აი 38 წუთით ამოიწურა კი არა, წავიდა ამასობაში და ბიზინა ივანიშვილი რა შვება. დიახ, ის კურდღელია ესე უნდა ვთქვა. და ამასთან ესე ჭკვიანი კურდღელი კი არა რომელიც რაღაც ჭადრაკს თამაშობს, ხო? კურდღლებს თამაშობენ ალბათ ჭადრაკს, არამედ ის არის დამფრთხალი კურდღელი, ამასთან სულგაყიდული კურდღელი და არაფერს არ აკეთებს ამ ქვეყნისათვის და ქვეყანას სწირავს მომავალი ოკუპაციისთვის, მომავალი იმისთვის რომ მომავალში ეს ქვეყანა ჭაობად ტერიტორიად განუვითარებელ ქვეყნად იქცეს და ასე შემდეგ, ხო ეს დადასტურებული ამბავია შავი ზღვის კონტექსტში, შავი ზღვაც ხო ძალიან მნიშვნელოვანი თემა და შავი ზღვის ეს წარმატებული ქვეყანა რომ უნდა იყოს საქართველოს შავი ზღვის რეგიონისა, აი არაფერი არ იქნება ამასობაში. ახლა მე გეკითხებით 31 მარტს, რა შვებით ის მოქალაქეები, რომლებიც არ აპირებდით გამოსვლას, გამოდით და გადავკეთოთ რუსთაველი 1 დღით, 2 დღით 9 აპრილამდე პოლიტიკოსები შემოვიყვანოთ ამ პროცესში, თავისი თქვან და ასე შემდეგ, რომ იქნება მივათრიოთ ბიზინა ივანიშვილი ახალ არჩევნებამდე, ოღონდ ისე, რომ თავად მან და მისმა პოლიტიკურმა ბანდამ სულაც არ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. 32 წუთზე მეტი გიბოდიშებთ ნახვამდის.